მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო, თქვენი იმყოფებით არხზე Video Lessons. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა ისევ და ისევ გავაგრძელო Dexter-ის ვიდეო გაკვეთილების შესახებ პატარა მცირე კურსი, რომლის ასე ვთქვათ, პირველი ნაწილიც უკვე განთავსებულია ჩემს არხზე და პირველი ნაწილი უშუალოდ დაკავშირებული იყო Dexter-ის გადმოწერასთან და მის დაყენებასთან. დღეს კი ჩვენ ვისწავლით მეგობრებო ამ პროგრამის გააქტიურებას და მისთვის პროფესიონალური ლიცენზიის შეძენას. პირველ რიგში მოდით ჩავთვალოთ პროგრამა და დავრწმუნდეთ იმაში, რომ პროგრამა არის გააქტიურების გარეშე და მას არ გააჩნია ლიცენზია. ამას ადასტურებს ისიც, რომ როგორც ხედავთ, ფანჯარას როგორც კი ხსნის, ეს აპლიკაცია ითხოვს გააქტიურებას. ამ ყველაფრის შემდგომ ჩვენ უბრალოდ პირველ რიგში უნდა ჩავთვალოთ ადმინისტრატორის სახელით ეს პროგრამა. ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ ესეთი რაღაც, მეგობრებო, რომ დავაჭიროთ Run License Register. ღილაკს, ამის შემდგომ დავაჭიროთ ზებნის ღილაკს. Folder-ის ზებნის ღილაკს, შემდგომ დესკტოპზე ან იმ ფაილში მოძებნეთ ეს რეგისტრაციის ფაილი, რომელიც მოყვება მას საინსტალაციო ფაილს, მეგობრებო. ანუ Dexter-ის ფაილი მოძებნეთ, რომელიც გადმოწერეთ წინა ვიდეო გაკვეთილის აღწერიდან, გახსენით შემდგომ ეს ფაილი და აქ არის რეგისტრაცია და ლიცენზიის ფაილი. მონიშნეთ ეს ფაილი და დააჭირეთ Open. ამის შემდგომ დააჭირეთ ღილაკს Register. შემდგომ როგორც ხედავთ, აქ ამომაგდეთ პატარა ფანჯარას და დაეწერება, რომ ლიცენზია რეგისტრირებულია. დააჭირეთ OK-ს. ამის შემდგომ შეგიძლიათ ჩართოთ პროგრამა. პროგრამის ჩართვის შემდგომ დააჭირეთ მეგობრებო ძახილის ნიშნის, ასე ვთქვათ, გამოსახულებიან ღილაკს. და აქ როგორც ხედავთ, არის ლიცენზია რეგისტრირებული და ამოწურვის დრო ულიმიტო. ანუ ეს არის ულიმიტო პროფესიონალური ლიცენზია, რომელიც გააჩნია ამ პროგრამას და ამ ლიცენზიის მეშვეობით ეს პროგრამა გახდა პროფესიონალური ვერსია, რის შედეგადაც უკვე თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი ვადით, ხანგრძლივობით და თქვენი სურვილისამებრ. დღეისაც კი სულ ეს იყო, რას თქვენ თვითონ უნდა მესწავლებინა. თუ რომელიმე თქვენთაგანს გაგიჩნდებათ რაიმე სახის შეკითხვები, თქვენ შეგიძლიათ დაწეროთ ეს შეკითხვები კომენტარებში ან დამიკავშირდეთ უშუალოდ მე, ჩემი Facebook-ისა და Skype-ის მეშვეობით. ჩემი Skype-ის მისამართი არის misho1207. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.